როგორ მიდის ტრენინგი იქეთ? რატო? რატო დირი? მე მგონი ვერ შევძლებ ხოლმე. რატო ამხმარეს? ძალიან მიჭირს ახლა. ნათლისმცემელი ყველას უჭირს. რო ჩამოვალთ მერე ვთქვათ, კაი? აი, გამართით. სად? მე დაღმართის იქნება და სწორიც და აქ მარტო აღმართე დაღმართი. დღეს 4 ივნისია. 18 ივლისს არის გარბენი სვანეთში. დავდარბინე 42 კილომეტრი და ეხლა რასაც ვფიქრობ. რა არის, წამოდი. გამოვადგი ფეხი. ჩემი პირველი ტრეილი რის მერე ვარჯიშების მერე რა სპეციალური ვარჯიშების მერე პირველი ტრეილი. მიდი. აღმართები არ მომატრებია. არა? აღმართები არა. ბალხები. მიდო ფარკი. მოკლედ ივნისში ვართ. ბოლო თვე დაგვრჩა ვარჯიშის. უგა პიქშია და მე შენც ახლა შედიხარ პიქში. ან ვიწყებ და პირდაპირ პიქში. ჰა? ვიწყებ პირდაპირ პიქში. ტყუილად რო არ დაკარგო იმ ბაზის და რაღაცეებით. პირდაპირ პიკით დაიწყე. ნათლისმცემელზე არბის გუგა. ჩვენ დავყვეთ. მიდი. შეგძლია. მიდი. გულისცემა თქვა აწერა. ამდენიც დაიწყო და არ მახსოვს. რო ვთქვი დღეს. მიდი გუგა, მიდი. გაიხარ. რამდენზეა? მე ესე მოხლობ ორთობ. ნახეთ რა უმაცი ხედები. ცუდად ვარ. პირველი ნამდვილი ლონგრანია, ხო? ხო. არა, ცრემლები აღარ იქნება დღეს. აუ, შენც გაჩერდი. ესეც ღამის ვარჯიში. ვიყავით უთოზე. საქართველოს საერთოდ აღარ მეტირებდა. მარტივად ავედი. როცა ჩოკოპაი გაქვს ამ ცხოვრებაში, არ გეტირება. დღეს არის მამების დღეა. 20. მადლობა. დღეს არის 1 ივნისი.
და დღეს გვაქვს მესტიამდე ბოლოს წინა ლონგრანი. მომზადებით წოდორებს. საკმაოდ მძიმე ჩანთებით ვართ დღეს წარმოდგენილები. ისეთი როგორც სვანეთში უნდა გქონდეს ყველაფერი გვიდეს, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე ვართ, იმიტომ რომ უფრო მეტი წყალი გვაქვს. კიდე რას დავამატებთ? მე გთხები? ხო. კიდე რას დავამატებთ და ყველაფერს ტესტავთ, რაც სვანეთში და გამოვიდეთ. მე პრაცმელების გარდა პრაცმელებს ველოდები. მე კიდე ზუსტად ვფიქრობ, ამით წამოვიდე სპიტბოლ შვიდებით თუ ასე რომ წავისება და ამას ადგილას მოვხდით. რეკლამას გაიგეთებ. 25 წუთი გავიდა და ახლა უნდა მივიღოთ ქარბები. ეს არის გუგას გაკეთებული გელი, რომელსაც დავდებთ ცალკე ვიდეოს, როგორ აკეთებს და აუცილებლად რეალურად უფრო სიროფი არის. ხო. თხელი არის ვიდრე გელი, მაგით ვაკეთებ გელი არის, ქარბით ხო. გუგას გაკეთებული გელი არისო. გელი თქვი. ხო, ისე დასალევი სტრუქტურა არის. იზოტონიკი უფრო არის. ვიდრე გელი. ასევე ელექტროლიტებსაც შეიცავს. და შეიძლება კოფეინსაც შეიცავდეს, ოღონდ ჯერ დავიტესტოს. კარგად. გუგა როგორ ხარ? როგორ ხარ? მაგრამ თავდება. რამდენზე ვართ? მე რა ვიცი რამდენზე. დიდგორზე არ ავსვენ. დაახლოებით. ასე ვიარეთ. და. გამეთი შახლიდან გთხოვ. დიდგორის გზას ვადგავართ. ცოტა დაგვჭა და დრო გავიყვანოთ მოგიყვებით მესტიის გეგმებს 2026 წლის. შარშანდელი შედეგი იყო ჩემი 23 საათი და რაღაც წუთები, რაც ორმა რაღაცამ განაპირობა. უფრო სწრაფად უნდა მერბინა წესით. პირველი იმანო დაგმართებს ცუდად დავარბოდი ქუსლებით და ქუსლები გადამიტყავდა. აქ მე ის სურათი გამოაჩინა. და მე გამიჭირდა ზოგადად სიკვდილი. YouTube თუ არ დამბლოკავს? და მეორე ის რომ ორჯერ ვაღებინე არასწორი კვების გამო. და ენერგიაც არ მქონდა, რადგან საჭმელს ნაკლებს წევდი. და მე წელს განმავლობაში მაგაზე მუშაობდი, რომ ეგრე რაღაც გავამესწორებდი. ამიტომ ახალი გეგმა არის, ამიზანი 19 საათი. ებანა, მე ხაის გითხარი. რა. ვარჯიშის მხრივ როგორ ვარჯიშობდი და ეხლა როგორ ვარჯიშობ? შარშემთვრნელი არ მყავდა, ჩემი თუ ვარჯიშობდი, რამდენსაც შევძლებდი. და უფრო იმსე ვიყავი რა, არ ეგ კარგად დავხვიო ეს უკანა გზაზე. რამდენსაც შემეძლო, უფრო მეც დავარბოდი ვიდრე ეხლა დავარბივებოდ. უმიზნოდ და რაღაც იდეის გარეშე. უბრალოდ აღმართები და კილომეტრაჟი რა დამეწერა. და საინტერესო არც იყო ეს მომზადების პროცესი, საკმაოდ არ მომწონდა. ეხლა წელს უკვე ცნელი მყავს ბატონი კლოდ ტრუდერი, რომელიც თელავში ცხოვრობს. და მის სწავლობით უფრო საინტერესო
ვარჯიშის სქემა მაქვს. ველახერხეთ ახლა თქონდა ბავშვს საფრთხეებიანი. იმდენის ვისაც ჩარშავ დავბოდი. მაგრამ უფრო ხარისხიანად დავბივარ და უფრო მომზადებლად ვთვლი თავს ამის გამო. აი ხა ეს კვირა იქნება მაქსიმუმი რაც მირბენია მომზადების პერიოდში. პიკი ხო? 4 კილომეტრი მეტია. და 3000 იქნება ამაღლება. ეხა ხარ პიკვირაში ხო? ხო, და შემდეგ კვირას ესეთი იქნება. ეს ორი კვირა არის ესეთი მაქსიმუმი. და შემდეგ კვირას ლაგოდეხი გვაქვს ასევე. ლონგი რა, ერთი ლონგი და ვსო, მორჩა ხო? ხო. ოკეი. შეიძლება ნაკლები ცოტა პატარები ვირბიან. ისე არა როგორც ლაგოდეხი. და შარშან 130 კილომეტრიანი კვირები წინდაონ. უბრალოდ ვიროლებოდი იმ კვირას მგონი. ვერ ფიტნეს ვერ ვარჯიშობდი უკვე. მაგრამ ეხა დარბაზში ნაკლებად დადიხარ ხო? ასმაში დავდიოდი ეს ბოლო ორი. ოკეი. ვერ მოასწრაფე ხომ? ხო, მაგრამ ეგ ძალიან დაგეხმარება დარბაზი რეალურად. მეც ვერ დავდივარ. ეს ორი კვირა არ ყოფილა თორეს დავდიოდი დარბაზში. და ვარჯიშობდი. რა თქმა უნდა, შარშანგელმა მდიდად არ გაამართლა და კვებამ. და ამიტომ რაღაცები შევცვალე. ამ ყველაფერს მე ცალკე ვიდეოში აგაცნობ. აღჭურვილობასაც და კვების შესახებაც. გაცნობები შეიძლება. მოვახციეთ. არა ვარ განდეთ. არც მე. წავიდეთ უკან. ჯერ მოყევი შენ რა. ახო, აი მე წერები ხოთები. მოყევი. ხო, მე ვაპირებ სვანეთში 45 კილომეტრის სირბილს. 6 თვე გავიდა მშობიარობიდან. მინდოდა სხვა გეგმებში ვიყავი, მეგონა რომ 70 შევეცლებდი, იმიტომ რომ თებერვალში მეგონა რომ სირბილს დავიწყებდი, მაგრამ სპეციალური ვარჯიშები მომიწია რომ გამეკეთებინა ორსულობის შემდეგ. ამიტომ გადაიწია სირბილი და ესე აქტიური სირბილი დავიწყე აპრილში, ხო, სადღაც, ოღონდ მარტო ლისის წრეზე დავბოდი ხოლმე და თრეილი ზორი კვირა ბოლო თვეში, ამიტომ ასეთი კარგი მომზადებული არ ვარ, მაგრამ მინდა რომ 8 საათში ვირბინო 45 კილომეტრი და ვნახოთ რა იქნება. აი ესეთი სიტუაცია ბილიქზე და ძალიან შენელებულები ვართ. აი რა ხდება ბილიქზე. საერთოდ არ ვართ დაღმართებსაც კი. კარგად რომ მივხვდეთ, აი ეს არის ბილიკი. და ხეები ჩამოვარდნილია, მიწა ჩამოვარდნილი, აი ესე დავბივართ. აბა, წავედით. წავედით. კეთ, მითხარი აბა. რატო გამოხდა? ძალიან გამიგება. მინდა გითხრა. შენ? მეც. და შენ რატო? ჰა? შენ რატო? ბედური სარბენი იყო და მაგიტო. ხო, მაგანაც რა და ანუ 6 საათი და 40 წუთია რაც დავბივარ და ძალიან დაღლილია. თუმცა გადავიხო სვანეთის. არა, ნახოთ. სვანეთი უფრო მარტივი იქნება. გამოვია. წაიდარ. კაიკეთი, აღერაც გამოიარა. კაი, გამოვიდა. აკლა იშვები. აბა როგორ შეაფასებდი ამ გარბებს? აი გავთიშავდა. ძალიან რთული იყო. მანახი აბა რამდენი იყო? 7 საათი. და 36 კილომეტრი. ძალიან კარგი ოჩახი. ზადება პიკს ვახლოვდა. დღესაც 8 ივნისია.
ახლა ვარ ლაგოდეხში და მივდივარ სტატისკენ. მე 42 კილომეტრი დავიბინოთ, რამდენი ანებაციით მოხსენე? 2800. 2800, ანუ პირველი სულ აღმართია და მე პირველი ნახევარი აღმართია, მე მეორე ნახევარი სულ დაღმართი. ჩავლავდით ახლა. ასე ვერ გაჩვენეთ, მაგრამ მე ცალკე ვიდეოში დაიდება და გაჩვენოთ ჩვენ აღჭურვილობას. გამიფესით ახლა თორე ვაგვიანებს. აბა როგორ ხართ? არა პროფესიონალური აპარატურით ისი სადავდივართ? უნდა შევახსოვთ ჩვენი მონაცემები. აქ ესე დაფასე. ფლორა. სხვა შორის ფაუნაც ვნახე დილით. სიყვები იყვნენ ეზოში. შავი კლდეების ტბა, ეს შავი კლდეების ტბა. შავი კლდეების ტბა. მექსიკური. ჩვენი ლიდერი დღევანდელი გასulis. ბიჭები მიდიან დასარეგისტრირებლად. გუგა შეხედე, შავი კლდეების ტბა. და იქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რა ვიცი, ტრეკინგი გვაქვს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში რომ მაინც თვალთახედვაში ვიყოთ ერთმანეთთან. ეგ იქნება. ერთ დავამატებ. ესე იგი ნეირა ახალი რაღაცა სინჯა. აი ეს ცისფერი. ან რავი ორი კე. მჟავე აგასინჯა. ძალიან საინტერესო რამე. 95. აბა. არ წამლოთ. ეხლა 20-ზე თქო. როგორ არ იქნება ეს? 5 არ გამოვიარეთ? 5 გამოვიდა, მაგრამ იქ დაგზა უფრო გზელია. კეთა რა, დამთავრებული კიდე ესენი და დამთავრებული მომეკეთა, აი ბული ვარ და ეს დაღმართზე ცოტა. ეს გასვლა არის ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარჯიში, რადგან დაახლოებით სვანეთის სირთულის არის შეიძლება უფრო რთულიც. და კარგი მოსამზადებელი გასვლა გამომდის. ამის მერე ალბათ ერთს უძოს ვირბენ და ეგ იქნება, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი. შავი კლდეების ტბა არის ალპური ზონა და არის ტბა ზღვის დონიდან სადღაც 3000 მეტრზე. ეხლა ვართ 7 კილომეტრზე და აწეული გვაქვს უკვე ჩვენ ავწიეთ 900 მეტრი და ზღვის დონიდან ვართ უკვე 1000 მეტრზე. 1500-ზე უკვე. ნახოთ აბა ზემოთ როგორ დაგხვდება. ძალიან კარგი ამინდია. უბრალოდ წეგან ცოტა ნისლით ჩამოწომერე ხა. თიკოს აღარ აქვს რომ მოჭდი. გზა არ არის გაკვალული, იმიტომ რომ არ იყვნენ მოლაშქრები ეხლა ხანს. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ეს ბილიკი. ხო დაცული ტერიტორია. და ეხლა ხანს გაიხსნა და ჯერ მოლაშქრები არ ყოფილან და აი თითქმის ჩვენ ვთელავთ ბილიკს და სულ ეკლებია და ცოტა გვიჭირს ეგ. ესე ატყობებს ხო ქორწა? ჰა? მინდი გოგადი. ეს არის. Ყვე ხილვადობაც ნელ-ნელა აღარ არის.
აუ, ბევრი დაგვრჩა წყლამდე. ამამდე ბევრი დაგჭირა მართლა. მე მგონი ცუდი აუდიტორიაა. ხოდი მასადეთ. მიწუწუნე არ მოგაკლებთ. აბა შენი ვიდეოსთვის კომენტარი ხეთი. რა ვარ კარგად. ძალიან კარგი. დიდი აი. ამბობდნენ წამოდი ლაგოდეხშიო, ამბობდნენ სახალისო იქნებაო. ზემოდან ჯობია კი აშკარად. არა, კაია. აუ, მალე მივაღწე. ბევრი დარჩა. მე ისე ვიჭი. აი, პატარა რო ხარ? ჩაიკუსე გადი. წვალობენ შენ მიხვა გადურები ეგრევე არა? ხო, გავდიოდი. აი აქ არის წყარო და წყალს ვავსებთ. უნდა შევიფსოთ და გავაგზავნოთ გზა. გაგვიწვევდა ცოტა, იმედი ამაზე მეტი არ გაწვევდება. ვართ ეს. მე მგონი საწვიმანი უნდა მოვამზადო. სეტყვა იყო. მე ვერ გადავიღე, მაგრამ იმედი ეკადრები იქნება. ეხლა აი ეს ჩანს. არ გადავარდე მეგობრებო. ფოტოს გადავიღე 5 ლარი, აბა მოდი. სად ვიყავ? შევღაკოთ ახსოვორად. აუ. რა? ხო, მაგას აუ ჩვენ ტელეფონს გადავიღე. კიდე აწეზავით. აქეთ მატრიალი აქეთ. მაგარ ჩაიბულა. აქეთ. პირიქით. პირიქით. კიდე. აა მოდი შენ გადაი. უკვე დამცხა. რამინდე გამოვიდა. თავარი ამოიარეო. გიგიმე. ვითომ ვინ რას ჭამს დავთვალიეროთ. მე ამას ისევ მოვჭი. აბა რას ჭამთ? ჟავე კიტრი და მჟელი ბონი? არის ეგ ბრენდი. გერი. პატარებს რა ფოკუსებს. ხო. რა მორაგიულია ეგ? შენ კიდე არ ჭამ ბიჭო? მაგისი ზედაც გააქვს, მაგისი ზემოდა ხანა, რას ჭამ? ამას ყველი აქვს. ჟავე კიტრი. წიფსაები აქვს წამოღებული იმენა. სუფრა გაგუშავა. რაც უდროს დავაფიქსირე. არ მჯერა. აუ ეს ძალიან ასწორებს. აუ რა გადავა. ეს შენ ძალიან მომიხდა, მგონი უნდა წაგართო. შენს მაგივრად ირბენს თუ რა. შეგიძლია იცეკო. უგა ზომარა არის. აა შენ და გურამი შარვალი სადა? მარჯი არის. გურამი შარვალი. ცოტა დაგვრჩა. ჯეორანერები. ჩემიც სპიდბოუთები. ეს არის ივლისი, კი არა და ივნისი. ოპა. მოვედით. ოპა, კაი. ჯეიმს მაგრე ურცხოა და სახალხო. არა, რომელი საათია? მელავრულის გოგოები შეგვანელები. ეხლა არის. არა, შეგვანებენ არ მithქვანს. 4-ის ნახევარი. არა, ვერავალთ.
ჰანა. კარტოფილი? სვანეთში რამდენს დარბი ხარ? 100. და რამდენ ხანში გქონია დაამთავრებ? ანუ გამოდის რომ დაახლოებით. იმზე უკვე რუსეთია. გიგი. 60. რამდენში ფიქრობ დასრულებას? დაახლოებით შაშანც ასე ვიყავი, მაგრამ 14 საათში გავიარე და ჯეიმს რა მოხდა? არა, სონეთს ეგეუნები, სონეთს. პატარა ცოტა. ეხლა რამდენ ზაპირებ? ეშნეთან იმდენი გადასახადი. და რამდენში გონია? რამდენში გინდა, ხო? მე თაუწეს. სვანეთში ვაპირებ დავირბინო 106 კილომეტრი. ოპტიმისტური თუ ოპტიმისტური 21 საათამდე რა. 20 მეტრი. კი ბატონო. უგაზე ვიცით, ნიკოლოზი არ მოდის. 60. და რამდენ ხანში გინდა დასრულება? 14 საათში, 14-15. წავარო. 45. და რამდენ ხანში გინდა? იქ ხო არ დავდე. დაასრულო. დავდე პროსტა. რა ვიცი. აქ ვერსად ვერ დავდე. 9-ში გაიქნა. 9 ბევრია 8-ში. ნახოთ. 46. რამდენში გინდა? რამდენში მინდა? 7 საათში. სვანეთში? 70. პროთი მინდა რომ დავასრულო. არ გაქვს დრო? ამბიციები არ მაქვს, მაგრამ რამდენში გინდა? 12 საათში თუ ჩავეტიე, კაი ბიჭი ვარ. 42, ანუ 41. თავარი ცოტა ჩამოვიდე უკან. იმედია 10 საათში. იგი ჯეიმსამ გააკეთა შტატი. ამას კომბინაციაში მოყვება. ეს ზოგადად იმას ანზე უნდა იყოს ახლა. ხო, აქ ისა ჩოლოდ ქარეში. მე ხებეში იმპროვიზმე ხოლმე ამას. მოდი გოგა, მოდი დანებდი გოგა, დაჭექით. ასე წესით უკან ჩამოვედით, მაგრამ მაინც აღმართებზე ავდივართ, ვეღარ გავიდე. არა ვარ კარგი. სასაზღვრო პუნქტთან მოვედით. სულ დაღმართია მორჩა წუწუნი. აწყალია. აი უხდება ტრაპოტრეილს. რამდენი ხანი გავიდე? 13 საათი? თითქმის 13 საათიან გასვლა გამოგვიყვება. კეთი რას გრძნობ ახლა? ციარი ნიკოლას დიდი ბიჭია და შენაი დედა როყავს ძალიან უხარია. და კარგად აგვახსენდება და მოვყვებით ხომ. მოკლედ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც დაგვაგვიანდა არის რომ 1 საათი გაგვაჩერეს საბაჟოზე პატრულმა. რადგან საშვები გადაგზავნილი კი იყო, მაგრამ დასტური მოსული არ იყო ჩვენ წამოგვიდით. და მაგან მენტალურად გავხდე ხა. არ გავუტეხი ვარ, მაგრამ არ გასწორა.
და ზუსტად 1 საათი იქ ვიყურებით. თორე კი ჩამოვიდოდით უფრო ადრეც. გოგოები წინადიან და მოვიწყდა. გადააგდე. მის პროგრამებში. ერთი მერვე დუბლი არის და გუგამ ჩამოშევიდა ყველა. მოკლედ ეს ვარ დარბაზში და ვაკეთებს ფეხის, რომელიც გამოგვადგება ჩვენზე სავარჯიშოდ. ჩვენზე სავარჯიშოდ, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ დაგმართვას. ეს ჩემი რუტინა არის, ჩემი კოუჩის. ეს რუტინა არის ჩემი ხმელის მიერ შედგენილი კლოდის ვინკესაც გავაზიარებ. კი, აუცილებლად. ნელაკოს თუ ტრენინგი ჭირდებათ განსაკუთრებით რანერებს ისე დაუყაშეთ კლუბს. ამის მოგამია რომ დაგმართვების შეამზადე ბაძაკებია კვალიფიცების კონკურსი. ეს ვაკეთებ ერთ-ერთ ყველაფერით ისე ვაკეთებ. ნელა ჩამოვიდო. წეგან ჩამოსვლები გავაკეთეთ, ეს ვარჯიში პირიქით არის. სიმძიმით ასვლები და ფეხის ესეთი დრაივი. ბოლოში. აღმართზე ასვლის იმიტაცია და მაგას ვარჯიშობს. შედარებით ნელა გაკეთე. ქვედა მხარე. ან ეგ პირიქით სწრაფი უნდა იყოს. დრაივის ნაწილი სწრაფი უნდა იყოს და შემდეგ ოდნავ ნელა. დრაივი სწრაფად, ოდნავ ნელა. დრაივი სწრაფად, ოდნავ ნელა. განიერი. შემდეგი ვარჯიში ესეთი არის, რომელიც დარტყმისთვის ამზადებს ჩვენს მუხლებს და პრინციპში ყველაფერს ბარძაყებსაც და წერტებს. მუღამისაი რომ კი უნდა გადმოხდე, უნდა ჩამოვარდისავით. გადაიხრები და შოკი უნდა შეიწოვოს არაქუსმა, არამედ წინ ტერფება. მე მგონია რომ ძალიან წინ გაქვს ფეხი. აი ეგრეთ არის. ეგრეთ ჯობია. Hamstring. ეს არის
ჯეურანერების გასვლა შაბათობით 13 კილომეტრით რეილზე. კეთა და ლუკა. ნაკრეთი ლაგოდიხის მერე ის იყო. კარგი აღდგენა მქონდა. კუნთებიც წყობაში იყო. უბრალოდ გუშინ წინ ვივარჯიშეთ დარბაზში უნდა ვიდეოშიც ნახავთ და ჰამსტრინგები ძალიან მოვათრევ ფეხებს. აშკარად ზედმეტი მომივიდა ეხა სირბილი. ჯეორანერების საყვარელი მილის წყარო. ის კაცი რომ ჩამოვასხავე გავხი. მოვჭით, გამოგვივიდა 13 კილომეტრი, სადღაც 500 მეტრი ელევაციით. აქ უნდა გავახსენო სასახეები. წავა დამოხვედრა და ასევე ეს დამოხვედრა. მიდი გადავიხებ. მოკლედ ჩემი ბოლო ვარჯიში იყო ეს სვანეთამდე. დღეს ამოვირბინეთ უძო. რა დილით დავიწყეთ 11-ის ნახევარზე და საშინელი მზე იყო და ძალიან გაგვიჭირდა. მიტყობა ალბათ. წავედით სვანეთისკენ. ჩვენ წავედით სვანეთისკენ და დაელოდეთ ვიდეოს უკვე სვანეთიდან.